ვინაკებს ხვიჩა კვარაცხელიას, მიქაუტაზის კუთვნილი ჯილდო, დავითაშვილის კარგი თამაში და რომელი იყო ეროვნული ლიგის საუკეთესო გოლი. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ ბოლო შეხვედრით, სადაც ქართველების მეცი ლანსეს სტუმრა და 3-0 დამარცხდა. ამ შეხვედრაში აღსანიშნავი იყო ის, რომ გიორგი ქვილითაიამ ძირითადი შემადგენლობიდან თამაში პირველად დაიწყო. თუმცა გუნდის დახმარება ვერ შეძლო და 54 წუთზე შეცვალეს. ბევრისთვის მოულოდნელად ციტაიშვილი შეხვედრაში 72 წუთზე ჩაერთო. აბუაშვილს კი სათამაშო დრო არ მიეცა. სამწუხაროდ ქართველების მეცი 13 ქულით ბოლო ადგილზეა და დღევანდელი მარცხის შემდეგ მათი გავარდნის შანსი კიდევ უფრო გაიზარდა. მეცი მომდევნო შეხვედრაში 15 მარტს ტულუს უმასპინძლებს და იმედია, რომ ქართველები ამჯერად გუნდის დახმარება შეძლებენ. ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა კი მონაკოს უმასპინძლა და 1-3 დამარცხდა. ქართველი ძირითადში იყო, თუმცა ამჯერად ჩვეული კარგი თამაში არ ჰქონია. ისევე როგორც მის თანაგუნდელებს. შედეგად მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ჩემპიონატში მეოთხედ დამარცხდა. მარცხის მიზეზებზე და ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ დაპირისპირებაზე შეხვედრის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა. უცნაური შეხვედრა იყო. უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები სხვადასხვა მოთამაშეების მხრიდან. კარიერაში ბევრჯერ ყოფილ ვარ მსგავს სიტუაციაში. ჩვენ ზიადამოკიდებული გამოვასწორებთ თუ არა ამას. მინდა ოპტიმისტურად ვუყუროთ ჩემს მოთამაშეებს, რათა ჩვენს საუკეთესო ფორმას დაუბრუნდეთ. დამარცხებას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. ცხადია, რომ გვიჭირს. იმედი უნდა გქონდეს, რომ სიტუაციას შევცვლით. ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით კი ჯერ არანაირი დასკვნა არ არსებობს. ამაზე წინა დღეს ან შეხვედრის დღეს ვისაუბრებთ. პარი სენ-ჟერმენი 57 ქულით ლიგა 1-ის ლიდერია. ქართველის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს, სადაც პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში ჩელსის უმასპინძლებს. როგორ ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა სირილ ნგონგემ, რომელთან ერთადაც ქართველი ნაპოლიში თამაშობდა, ხვიჩაზე ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ მას და ხვიჩას ერთად დიდი ხანი არ უთამაშიათ, აშკარაა, რომ დამეგობრება მოასწრეს. მის მოსმენამდე დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ახლა. კვარაცხელიას კარგად არ იცნობთ. მედესაც ნაპოლიში მივედი რთული პერიოდი იყო. გარკვეულწილად სტრესული გარემო დამხვდა, მაგრამ ჩვენ საერთო ენას სწრაფად გამოვნახეთ. მას შემდეგ ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია. ის ყოველდღე მიყვება საქართველოს შესახებ. ამბობს, რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაა. ვაპირებ მომავალ ზაფხულს ერთი კვირით საქართველოში ჩავიდე. ვფიქრობ, გასულ სეზონში მისი გავლენა უდიდესი იყო. იოლი არ არის მიხვიდე ახალ ლიგაში, ახალ კლუბში. ბევრი ისურვებდა პარი სენ-ჟერმენში ასეთ პირველ წელიწადს. ის დიდ პატივს სცემს თავის მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, რომელიც ცდილობს დაეხმაროს ნიჭის გამოვლენაში. მაგრამ ხვიჩა ჯერ სულ ახლახან გახდა 25 წლის და მომავალში მისგან კიდევ ბევრი გვაქვს სანახავი. ხალხი მას კარგად არ იცნობს. ხვიჩა ნამდვილი ოჯახის კაცია. მთლიანად ოჯახზეა ორიენტირებული და სახლიდან იშვიათად გადის. კითხე სურდა თუ არა პარიში დიდი ხნით დარჩენა. გაიღიმა და მიპასუხა. წასვლას არსად ვაპირებ. ხვიჩას ეთყობა, როდესაც თავს კარგად ვერ გრძნობს. ნეაპოლში ბოლო თვეები მძიმე ჰქონდა. აქ კი ვხედავ, რომ მწყინავს. ვიცი, რომ ის აქ ბედნიერია. რაც შეეხება მის პოზიციას, მემარჯვენეს ცენტრისკენ შეწევა თავისი ძლიერი ფეხის მხრიდან ურჩევნია და პირიქით, მაგრამ აქ საუბარი გვაქვს გუნდზე, სადაც არიან დემბელე, დუე, ბარკოლა, ლი. ალბათ ყველა მათგანი ისურვებდა კომფორტული პოზიციიდან თამაშს, მაგრამ მწვრთნელმა ბალანსი უნდა იპოვოს. დიახ, შესაძლოა კვარა მარცხნიდან უფრო ეფექტური იყოს, მაგრამ ეს ის პასია, რომლის გადახდაც ფეხბურთელს დიდ კლუბში უწევს. წარმოიდგინეთ მსოფლიო დონის გუნდის გასახდელი, რომელშიც ყველამ უნდა იგრძნოს თავი კომფორტულად. გადაწყვეტილება კი მწვრთნელმა უნდა მიიღოს და ამას ხვიჩა გაგებით ეკიდება. რაც შეეხება კვარაცხელიას დარტყმას, დამიჯერეთ არაჩვეულებრივად უთხრამს. ისევე კარგად შეუძლია კუთხურის მოწოდება, როგორც სტანდარტულის. საერთოდაც მას ყველაფერი აქვს და ყველაფერი შეუძლია. ის სწრაფია, კარგია დასვაში, შეუძლია კარში დარტყმა, დრიბლინგი. თუ კი ის არ არის იდეალური, მაშინ ვინ? მას გააქვს გოლი და ქმნის მომენტებსაც. საერთოდ ინდივიდუალიზმი დამახასიათებელია ყველა დიდი ფეხბურთელისთვის. ხვიჩა კი ერთ-ერთი მათგანია. ზოგჯერ მიკვირს, როდესაც ვხედავ, როგორ ურტყამს 35 მეტრიდან, მაგრამ მან იცის, რომ შეიძლება გამოუვიდეს. ის ძალიან თავდაჯერებულია, მაგრამ ეს თვისება თავად გამოიმუშავა. ის ყოველდღიურად ძალიან ბევრს შრომობს, თავის ფიზიოთერაპევტთან და მწვრთნელთან ერთად. კვარას თავდაჯერება ერთ-ერთზე სიტუაციებში ჩანს. იქ სადაც ეს აუცილებელია, მაგრამ იგივე მას ხელს არასდროს უშლიდა პასების გაკეთებაში. ის არის ფეხბურთელი, რომლის თამაში ნახველს სიამოვნებას ანიჭებს. თქვენ ჯერ მხოლოდ მისი შესაძლებლობების 50%-ს იცნობთ და როდესაც სრულად ნახავთ, ისეთივე აღფრთოვანებულები იქნებით, როგორიც მე ვარ. ახლა კი ლიგა 2, სადაც ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმა რედ სტარს უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი ზურიკო დავითაშვილის პასით გავიდა. შედეგად ქართველს მიმდინარე სეზონში 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. სენტ-ეტიენი კი 49 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 14 მარტს
გრენობლს სტუმრად აუპირისპირდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ დავითაშვილი 11 გოლით თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ლიგა 2-ში კი ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა. გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალმა კი ელჩეს უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. ქართველმა მთელი თამაში შეუსრულად ჩაატარა და აქტიურიც იყო. ერთ მომენტში კარგი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ამჯერად მეკარის კარგი თამაშის გამო ეს ვერ მოახერხა. აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრის დაწყებამდე ქართველს ოვაციების ფონზე გადასცეს ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. ვილიარეალი 54 ქულით სატურნირო ცხელში მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 13 მარტს სტუმრად ალავესთან გამართავს. ახლა კი კრისტალბეთი ეროვნული ლიგა, სადაც მეორე ტურის შეხვედრები აიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა იბერიამ გორის დილას უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა რუსთავმა ყოველთვის მოულოდნელად ტორპედო 1-0 დაამარცხა. დებიუტანტმა მეშახტემ და სამგურალმა უგოლო ფრეი თამაშეს. 1-1 დამთავრდა დინამო ბათუმის და გაგრას დაპირისპირება. პირველ ტურში სენსაციური გამარჯვების შემდეგ კი სპაერმა დინამო თბილისს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-2 დამარცხდა. დიტოვებთ მეორე ტურის გოლებს და კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი, რომელი იყო ტურის საუკეთესო გოლი. აქვე თუ დაგავიწყდათ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არქი. ჭინჯოლოვას და კერესელიძის დუელი. მოკლე გამორბენი, კარგი შესრულება, ძლიერი იყო, თორემ კერესელიძემ კუთხე გამოიცნო და პრინციპში ახლოს იყო მოგერიებასთან მურცხელი მიარტყა, მაგრამ იმდენად ძლიერად დაარტყა ჭინჯოლოვამ, რაც მას შეუძლია თავისი არცხენა ფეხით, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, რომ შეწოდება საჯარიმოში დარტყმა გარის მიმართულებით და გავიდა გოლი ჩვენ შეხვედრაში. დაწინაურდა დინამო თბილისი წინა ტურის მსგავსად, აქაც სპაერმა გაუშვა სწრაფი გოლი და ხედავთ პირველი გოლი არ არის დინამოს რიგებში. უგრეხელიძემ ნახეთ როგორ გაერკვა კარგად სიტუაციაში, აჯობა ყველას მეორე სართულზე საქმე, იმიტომ რომ მალევე მართალია პირველივე წუთზე არა, მაგრამ სუფლად წნეხის გარეშე მოხდა. დიდი ფუფუნება აკი, აი სივრცეები, ნახოთ როგორ მოხდება ათვისება, გვასალია მარჯვენა მცველი, ნახეთ სად აღმოჩნდა. ასიც გააკეთა მონტეირო, დარტყმა გარის მიმართულებით და ანგარიში ხდება 0-2. ეს უკვე დიდი უპირატესობა, სადებიუტო გოლი პორტუგალიელისა ეროვნულ ლიგაში. თავდამსხმელის ინტუიცია გამოავლინა და ალღო აქ გვასალიამ სწორ დროს ეს პაუზა რა კარგი იყო, დააკვირდით უბრალოდ და ზუსტი პასით მოამარაგა მონტეირო. აი ამ პაუზაზე გეუბნა, აი ნახეთ იქოს ელემენტარული პაუზა, მაგრამ ეს მომენტი განმეორებით გიორგი გვასალიასთან კონტაქტის დროს გამოსდო. ბოლო მომენტში ფეხით მოახერხებს ზედიზედ მეორე მატჩში სამხარაძე 11 მეტრიანის გამოყენებას. სამხარაძის გამორბენი დარტყმა გარის მიმართულებით და როგორც წინა ჯერზე ამჯერადაც მოატყუა მეკარე გიგა სამხარაძემ და სპაერი დაბრუნდა. ყოველ შემთხვევაში ეს უნდა იყოს იმის წინაპირობა, რომ გუნდი თამაში დაბრუნდება. და გავიდა გოლი 1-0 ანგარიში გაიხსნა. დინამო ბათუმი დაწინაურდა დღევანდელ შეხვედრაში. გაიხარა გულშემატკივრებმა, კატკი ვერ ხედავ და ეს პირატების ტრიბუნა მედაობას საჭირო. საპირისპირო კუთხეში დაარტყა და მაინც გაიტანა თავისი. აქ რა ხდება? პენალტი, კიდევ ერთი პენალტი დღევანდელ შეხვედრაში. კიდევ ერთი პენალტი აქ. ხო, საჭი მიიჩნევს, რომ აქ კეკელიძეზე იუხეშა ქაფიანიძემ აი განმეორებით შემოტრიალდა და არ გაატარა. 1-1 94 წუთზე ანგარიში გათანაბრდა. კუპატაძემ ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი. ახლა სხვა მეკარეებზე თუ ლიგაში, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თამაშობს. თუმცა მის კარში ძალიან ბევრია დარწმული. წლების განმავლობაში იბერია შემადგენლობაში, თუმის შემადგენლობაში, არა, ვერ გამოიცნო კუთხე და ყოჩახ ცინცაძე ამ ეპიზოდში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ხედავთ, სრული კონცენტრაცია გამორბენი და ზუსტად დაარტყა 1-1. ამწოვებენ თამაშს, თუმცა იმერლება მოახერხეს ეპიზოდის განმუხტვა, მაგრამ აქ შესანიშნავად თამაშობს ჯან სოუზა დე ალმეიდა და ბრაზილიელი 23 წლის ფორვარდი ხსნის ანგარიშს. შეხვედრის მე-7 წუთზე დაწინაურდა რუსთავი ძალიან სწრაფი გოლით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესო გახდება. გახსნა სერბმა გამოცდილმა მეკარემ ფილიპ კლიაიჩმა ვერ შეძლო ამ ბურთს მოგერიება და რუსთაველი გულშემატკივარი ახლა უკვე ოფიციალურად აღნიშნავს გამარჯვებას. ხედავთ მათ თქვენს ეკრანებზე 1-0.